საკვებისა და სასმელის გარეშე დარჩენილი ქართველი მეზღვაურები ნიგერიის პორტ ჰარკოუთში დაკავებული გემის ეკიპაჟის 9 წევრიდან 3 ბათუმელია. შეიარაღებული სამხედროები მათ გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ფინანსური დავალენების მქონე გემი 6 თვეა პორტში დგას, მეზღვაურებს არ აუღიათ 8 თვის ხელფასის, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მათი უსაფრთხოებაა, რისთვისაც სახელმწიფოსაგან დახმარებას ითხოვენ. ტყვეების 6 და საპატიმროში გატარებული 37 დღე. ნიგერიაში ამ გემზე ნავსადგურ ჰარკოუთში გემის 9 წევრიანი ეკიპაჟი უკვე 6 თვეა პატიმრობაშია. გემზე თურქ და აზერბაიჯანელ მეზღვაურებთან ერთად 3 ბათუმელიცაა. გემის კაპიტანი რეზო ქათამაძე ამბობს, რომ მან და მისმა თანაშემწემ ნიგერიის საპატიმროში 37 დღე გაატარეს. 37 დღე ციხეში ვიღავ. გემზე მყავს 6 კაცი სამხედროები ავტომატებით, ნაპირზე კიდე 6 კაცი ავტომატებით 200 მეტროზე იქეთ არ გვიშვებენ. პასპორტები ჩამოთმეული, ყველაფერი საბუთები გემისაც, ჩვენი ჩამოთმეული წაღებული აკვარ. 6 თვე და ვერ გავდივართ ქალაქში, არც ფული, არც არაფერი და ვზევათ ამ მთლიანად გემზე. სასამართლომ დაკავებულები უკვე გაათავისუფლა, თუმცა გემი დღემდე რჩება შეიარაღებული სამხედროების ტყვეობაში. კაპიტნის გარდა გემზე კიდევ 2 ბათუმელი მოტორისტი ჯაბა დუმბაძე და კაპიტნის თანაშემწე ნიკოლოს სანდარჩუკია. დაკავებულების ოჯახის წევრები მეზღვაურებთან საუბრის დეტალებს იხსენებენ. ამირეკარო სიტუაციაო დაიძაბაო, გემზე ამოვიდენო შეიარაღებული ხალხი, გვცავენო თავისუფლად გადაადგილების უფლებას არ გვაძლევენო, რომ ეკიპაჟმა იმოძრაოს გემბანზე. და რა ხდება მეთქი ვეკითხები და მეუბნება რომ გემიო დაპატიმრებულია უკვე მე-6 თვეაო. ვართ სასიზღვრების მდგომარეობაშიო, გემფლობელი არ იხდის თანხას, რაღაცა ფინანსური დავალიანება აქვს პორტთან გემს. როგორც მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები ყვებიან, გემზე ერთი კონტეინერი სამხედრო დანიშნულების იარაღი აღმოაჩინეს, რაც მოგვიანებით მათი დაკავების მიზეზი გახდა. ჯაბა დუმბაძის მამა ყვება, რომ გემის მფლობელი ამ ფაქტის დამალვას მათგან თვეების განმავლობაში ითხოვდა. გემის მეპატრონე მეუბნებოდა, როცა ტელეფონური სვიაზი ჰქონდა, რომ არ თქვათ, მე ყველაფერს ვიღონებ, გემს დავიწყნი და შენიშვილი ჩამოგვივა ოჯახშიო. და ამ წასში 6 თვე გავიდა უკვე. 6 თვის განმავლობაში მაწყოა და ვერაფერი ვერ გააკეთა ფაქტიურად. და დღეს უკვე გადავწყვიტე, რომ საბოლოოდ ვინმეს ანადამეჯერა და გამეცხადებიანა შეიძლებოდა ყველგან. ოჯახის წევრებმა დახმარების თხოვნით უკვე მიმართეს საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოს და დამსაქმებელ კომპანიას, სადაც აცხადებენ, რომ საკითხს უკვე სწავლობენ. ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება და ნიგერიის მთავრობა. ჩვენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ დღეს შევატყობინეთ აღნიშნული ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე ჩვენზე მდგომს ეკონომიკის და რანდგროდი განვითარების სამინისტროს და ასევე დაუკავშირდით ნიგერიის საზღვაო უწყებას, თხოვნით, რომ გარკვეულ იყვნენ სიტუაციაში და გაეწიათ დახმარება ჩვენი მოქალაქეებისთვის. მეზღვაურები 8 თვის წინ გემზე სამუშაოდ საკროინგო კომპანია ნაემიმ გააგზავნა. კომპანიის დირექტორის განცხადებით, იმის წინასწარ განსაზღვრა თუ რა შეიძლება მოხდეს ნაოსნობის პერიოდში შეუძლებელია. ჩემი ბრალი ხო არა, მე ვარ დამსაქმებელი. მე დავასაქმე, კონტრაქტები აქვს ყველაფერი, ხელშეკრულებები გემზე და ხლა იქ თუ სამხედრო დანიშნულების იარაღს გადაიტანდნენ, მაგი კაპიტანმაც არ იცოდა. კაპიტანი მაშინ აგენ დაიჭირენ, გამართდნენ, გამოუშვენ. ეხლა არის გემი პატიმრობაში და ამიტომ ვერ მოდია. თორემ ხალხი პატიმრობაში აღარ არის. როდის დაუბრუნდებიან საკუთარ ოჯახებს, მეზღვაურები თურქ გემფლობელზეა დამოკიდებული, რომელმაც პორტის ადმინისტრაციას ნავმისადგომზე დგომის 6 თვის ქირა $500,000 უნდა გადაუხადოს.